გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ქარელის სოფელ ზღუდერში 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ელგუჯა და ემზარ მედოშვილები დამნაშავეცნო. სასამართლომ ბრალდებულებს 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის სოფელ ზღუდერში გასული წლის 1 სექტემბერს მდინარის პირას წამებით მოკლეს. ცხედარი ადგილობრივებმა იპოვეს. მას ხელები ზურგზე თოკით ჰქონდა შეკრული. ახალგაზრდა კაცს ყელის, სახისა და სხეულის სხვა ადგილებში ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. მოკლულის ოჯახის მონათხრობით ძმებმა ემზარ და ელგუჯა მედოშვილებმა ნიკა ღვინიაშვილს ჯერ სცემეს, შემდეგ დააბეს და გაგუდეს. გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ერთხმად ცნო დამნაშავედ. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები დადგინდა, რომ 2024 წლის 1 სექტემბერს ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლო მათ სასჯელის სახე და ზომად 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.